გავსინჯოთ ცოცხალი ხამანწკები თბილისში. წინა ვიდეოდან ძალიან ბევრს აინტერესებდა, სად შეუძლიათ გასინჯოთ ხამანწკები, ოღონდ თბილისში. ეს ადგილი ვიპოვე. პირდაპირ საფრანგეთიდან ჩამოტანილი ცოცხალი ხამანწკები უკვე თბილისშია. ხამანწკები უნდა მიირთვათ ცოცხალზე, ახალ გახსნილზე. როცა გაიხსნება, ხამანწკი უნდა რეაგირებდეს შეხებაზე და რა თქმა უნდა, ყველაზე მაგარია, როცა ხამანწკები იხსნება თქვენ თვალს წინ. აუცილებლად დავამატოთ ლიმონი ჩვენ ხამანწკში, ან პირდაპირ შეგვიძლია მივირთვათ. კი, ეს ზუსტად ის გემოა, რაც იყო საფრანგეთში და რაზეც გავგიჟდი და სხვათა შორის არ გეგონოთ, რადგან თბილისში ვართ, ფასები უფრო ძვირია ვიდრე საფრანგეთში. სულ რაღაც 36 ლარი ღირს 6 ცალი პარალელ 42-ში. და ეს არის ორჯერ უფრო იაფი, რაც გადავიხადე საფრანგეთში. ხამანწკი ზუსტად ის დელიკატესია, რომელიც უნდა მიირთვათ კარგ ხარისხიან ღვინოსთან ერთად. ამიტომ პარალელ 42-ში ჩვენ შეგვირჩიეს ახალი ზელანდიური სოვინიონი და სხვათა შორის თქვენთან ერთად ახლა პირველად გავსინჯავ. არც ერთი ღვინო ჯერ კიდე არ გამისინჯავს, სადაც იგრძნობოდა ისე კარგად ციტრუსები და ყვავილები. პარალელ 42-ში კი დაგხვდება ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი უცხოური ღვინის. ეგეთ გემრიელ ღვინოებთან ერთად აუცილებლად უნდა გასინჯოთ 8 ფეხა მომზადებული ესპანურად, ძალიან გემრიელად გამოიყურება და აუცილებლად უნდა გავსინჯო ეხლავე. რიგში უნდა აღვნიშნო, რამდენად იდეალურად არის მომზადებული 8 ფეხა და კიდევ ერთხელ გეტყვი, ძალიან რთულია ამის გაკეთება. კერძი, რომელიც აქამდე არასოდეს არ გამისინჯოს და არასოდეს არ გამიგია, ეს არის ნესვის სალათი რაჭული ლორით. ძალიან მაინტერესებს ნესვის და ლორის შეხამება, ამიტომ მოდით ავურიოთ კარგად, გავსინჯოთ. ვაუ, იდეალურად უხდება მარილიანი რაჭული ლორი ტკბილ ნესვს და რა თქმა უნდა მოეტკბოთ შერიც ავსებს ამ ყველაფერს. სპეციალურად ღვინისთვის აქ დაგხვდება ძალიან მრავალფეროვანი დაფები, მაგალითად აქ მაქვს სრულიად ესპანური დაფა, ამის გარდა არის კიდე იტალიური, ქართული და ყველის დაფა. ყურზე წავისვი უკვე მოცვის ჯემი და ავიღე ესპანური ჩორიზო. დავაგემოვნოთ ერთად. ვისაც არ გაქვთ გასინჯული მარილიანი და ტკბილი რაღაცის შეხამება, აუცილებლად უნდა სცადოთ. რა დაგხვდებათ ზოგადად ესპანურ დაფაზე? აქ არის ჩორიზო, ესპანური ხამონი, სალამი და ლომო. ორნაირი პური, ორნაირი ყველი, ხილი, ზეთის ხილი და რა თქმა უნდა უგემრიელესი ჯემი. მოდით შევაჯამოთ. ბოდეგა ბაი პარალელ 42, რომელიც მდებარეობს აბაშიძის 21-აში. თქვენ დაგხვდებათ ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი უცხოური ღვინის. რა თქმა უნდა, პირდაპირ საფრანგეთიდან ჩამოტანილი ხამანწკები, ორიგინალური კერძები და ძალიან მრავალფეროვანი ღვინის დაფები.